მცხეთა მთიანეთი ერთ-ერთი ძირძველი კუთხე საქართველოსი. მხარე, სადაც ყოველი კუთხე კუნჭული შენს წარსულსა და ისტორიას მოგითხრობს. გული აღარ ჩერდება საგულეში, ფიქრები წარსულს გიცოცხლებს და მომავალზე გაფიქრებს. გული ვისგანაც მოგეცა, იმასვე ეკუთვნისო, უთქვამს ღირს მამა გაბრიელს და შენ როცა უყურებ ჯვარს, სვეტი ცხოველსა და ქართულ მიწას, მადლობას წირავ მაცხოვარს, წარსულისა და აწმყოსთვის. ცდილობ მომავალი სწორად წარმართო, რაც მხოლოდ დედა ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. ჩვენი გადამღები ჯგუფი ღვთისმშობლის შობის სახელზე აღმართული ტაძრის გადასაღებად მიემგზავრება. ჟინვალის საბადოსთან, ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ბოდბის ხევის ზემოთ, ზღვის დონიდან 1200 მეტრ სიმაღლეზე, დუშეთიდან 20 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ფუძნარში აღმართულია ჩაწერილი ჯვრის ტიპის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ტაძარი აგებულია მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში. ეს არის კეთილმსახური მეფე თამარისა და მისი ვაჟის, ლაშა გიორგის ეპოქა. ტაძრის მშენებლობა ლაშა გიორგის დაუსრულებია. 3 ათეული წელია უკვე რაც ამ რეგიონის მთავარი გახლავართ და უამრავჯერ მომიწია ფუძნარის ტაძრის მოლოცვა აქამდე. ეს ჩვენი დარდი იყო, ეს იყო ჩემი ტკივილი და ჩემი ოცნებაც ეს გახლდათ, რომ არც მეგონა თუ დადგებოდა დრო და იგი ასე აღდგებოდა, როგორც ეს დღეს მოხდა. უფალს ყველაფერი შეუძლია, ღვთის შეწევნით ადამიანს ყველაფერი შეუძლია. მადლობა ღმერთსა, რომ აი დღეს ჩვენ უკვე აღდგენილ ფუძნარში გვხდება ყოფნა და საუბარი და ალბათ სულ მალე დასრულდება ეკლესია, აღდგება მსახურება, წირვა და ლოცვა. ფუძნარი თავისი მდებარეობით ისეთია, რომ თავიდანვე მონასტრად მოიაზრება, აქ ალბათ მონასტერი იქნება, მამათა მონასტერი და ის შეეწევა ჩვენიერი სულიერ ცხოვრებას, ჩვენს განათლებას და ჩვენს ამაღლებას. როგორც მეუფემბრძანა იმ ძველი მადლის გაცოცხლება და დაფუძნება, რომელიც აქ იყო და რომლითაც შემდეგ მორწმუნეები გაიხარებენ. ეს დიდი ნუგეშია ჩვენი ეპარქიისთვის. ეს არის არა მარტო ჩვენი ეპარქიის მთელი ერის საგანძურები. მადლობთ უფალს და მადლობთ ღვთისმშობელს, რომ მოხდება ამ ტაძრის აღდგენა, დასრულება და შემდეგ ღვთისმსახურების ასრულება. ძეგლი ურთულეს მდგომარეობაში დაგვხდა. 2011 წლის პროექტით ძეგლი დროებით გამაგრდა. 2012 წელს კომპანია ივერტმშენმა გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა ტაძრის აღდგენა რესტავრაციაზე. ტაძრის გუმბათის ნახევარი საერთოდ აღარ არსებობდა. კამარები ჩაქცეული იყო. ერთი სიტყვით სამუშაო მართლაც რთული გახლდათ. აღნიშნა ჩვენთან საუბარში სამშენებლო კომპანია ივერტმშენის ხელმძღვანელმა ედიშერ ჯანჯულია. თუმცა ფუძნარის ტაძრამდე მათ მიერ შესრულებული იყო ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლების რესტავრაცია აღდგენა, როგორიცაა მთავარ ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის სახელობის გელათის სამონასტრო კომპლექსი, უფლის ციხის მუზეუმ-ნაკრძალი და სხვა. ხოლო სამომავლოდ მათ დაგეგმილი აქვთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სქურის ფერისცვალების ეკლესიის აღდგენა რესტავრაცია. თითოეულ ძეგლზე მუშაობისას ყველა თანამშრომელი, სამშენებლო კომპანია ივერტმშენის ხელმძღვანელი ედიშერ ჯანჯულია, არქიტექტორ-რესტავრატორი დოდო ჭიკაიძე, არქიტექტორ-რესტავრატორი ნანა ინწკირველი, სამშენებლო კომპანია ივერტმშენის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანრი ჯანჯულია, მოწვეული ახალი თანამშრომელი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი მაგდა სარჯველაძე ყოველწუთიერად გრძნობდნენ მაცხოვრის შეწევნას. ანანურის ღვთისმშობელი მიწინების სახელობისა და ეს ფუძნარისა ღვთისმშობლის შობისა და ესეთი არაა შემთხვევით. საერთოდ ფუძნარი ერთ-ერთი ძველი სალოცავი ამ რეგიონის, ერთ-ერთი უძველესი სალოცავი და აი
რაღაცა ოფოლი მარგალიტებით ინახებოდა აქ. ტაძარზე სამუშაოები ჩვენ დავიწყეთ 2012 წელს. დამკვეთი გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტრო. ტაძრის ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლები 70-80%-ით გადახრილი იყო. ძირითადი მიზანი გახლდათ ამ კედლების დაშლის გარეშე თავის ადგილას მიყვანა, რაც წარმატებით განხორციელდა. ტაძრისთვის უნდა შეგვენარჩუნებია მისი სიძველე, ხასიათი, შინაარსი. ამისთვის ძალიან ურთულესი სამუშაოები იყო განსახორციელებელი. ამიტომ კომპანიამ მოიწვია ამოსტილი არქიტექტორი რესტავრატორი ხუროთმოძღვარი ქალბატონი დოდო ჭიკაიძე. თქვენ უყურებთ ეკლესიას, ტაძარს, რომელიც ნამდვილად არის ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ნიმუში. და ეს ქალბატონ დოდოს დიდი დამსახურებაა. თქვენი წყალობა და თქვენი დამსახურება დიდი ძალიან დიდი ამას შენ სიცოცხლე აღგვიგებთ. ღვთისმშობელმა ეგრე მოინდომა და რა ჩემი ბრალი არ არის. უღალო შეგვიცხარე უღალო შეგვიცხარე. დასავლეთის კედელი აი დავაკვირდით, აი ეს ნაწილი შევინარჩუნეთ. აი იმ დონეზე იყო წამოსული და ესეც მოჭიმის წესით წავიღეთ და დავაყენეთ თავის ადგილას. ამით ჩვენ შეგვიძლია თქვათ, რომ ესე იგი ტაძარს თამარის დროინდელი ის კედლები რაც იყო, სუსტად ის არის დღესაც. ხელუხლებელი. თუ არ ჩავთვლით ახლა საფერე წყობები რა თქმა უნდა შეიცვალა. ტაძარი სადღაც ახლობით თვეში ჩვენახევარში დაუბრუნდება დედა ეკლესიას. კედლები გადახრილი იყო, აი დამჯდარია მთელი ეკლესია, აქეთ გადახრილი იყო დაახლოებით 55 სანტიმეტრით, იქით მხარეს კედელი. ეს გადმოიწია. მაგრამ ნაწილი, აი რო გადმოვწიეთ, ნაწილი დარჩა ისევ გადაწეული, იმიტომ აი ამ აფსიდს ხო ვერ გადმოვწევდით. და აი ამ არქიტექტურის გადახრილის და გასწორებულის შერწყმა იყო ძალიან რთული. აი მოგვიხდა თაღების ცოტა გუმბათის ყველთან დაკავშირებით. ხო, გუმბათის ქვედა თაღები, საბჯენი თაღები, რო გადადიოდა და უნდა შეკრულიყო ერთ დონეზე, მოგვიხდა 25 სანტიმეტრით დაბლა დაწევა და ამას ყველაფერს უნდა მორგება და ძველთან შეხამება. მე ჩავერთე როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი არქიტექტორი. ეს სამშენებლო კომპანია იყო ივერთმშენი და ერთობლივად ვაკეთებთ უკვე ამის მერე ამ ტაძარს. გაკეთდა ჩრდილოეთის მინაშენის გადახურვა, რომელიც საფეხურებით არის მოწყობილი, კირის ხსნარზე ქვის ფილებით. გადაწეული იყო სამხრეთ დასავლეთის კედელი, რომელიც დაბრუნდა თავის ადგილზე, რასაკვირველია. ასევე გაკეთდა გუმბათქვეშა საბჯენი თაღები და მივედით გუმბათამდე. ბოლო ეტაპი, უკვე მშენებლობის მესამე ეტაპი ითვალისწინებდა სარინელის მოწყობას ტაძრის ირგვლივ, გუმბათის აღდგენას, გარკვეული ნაწილი უკვე დასრულებულია, დარჩა მხოლოდ ზედაიარუსი გუმბათის და კარნიზი, რასაკვირველია გადახურვებთან ერთად. ფუცნარი რაღაცა საკვირველი მადლის მატარებელია, იცით, თავისი გამხოლოებით, სიმყუდროვით, განსაკუთრებული მდებარეობა აქვს მას. ეხლა ადამიანები მომრავლდებიან. 21 სექტემბერს იქნება დღესასწაული ამ ტაძრისა. შობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა.
ვემშვიდობებით ამ ულამაზეს ღვთივკურთხეულ მხარეს, ღვთისმშობლის შობის ტაძარს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მოკლე დროში შევძელით და გადმოგეცით ფუძნარის დღევანდელი ისტორია.